მოგესალმებით, არა რუსულ კანონს კი ევროპას ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო. ევროპის მოედანზე აქცია უკვე დაწყებული იყო, როცა სტუდენტებმა დაიწყეს მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან და ისინი შემოუერთდნენ აქ მთავარ აქციას. ახლა უკვე გამომსვლელები იწყებენ გამოსვლას ევროპის მოედანზე. აქ შეკრებილების მთავარი მოთხოვნა არის გაიწვიოს ოცნებამ რუსული კანონი და მათი მთავარი სათქმელი არის არა რუსულ კანონს კი ევროპას. ახლა იწყება გამოსვლები, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. და უცხადებთ თანადგომას ამ ადამიანებს და ვპირდებით, რომ უახლოეს ხანებში ჩვენს თბილისში პარლამენტის სასახლის წინ დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს. არავის მივცემთ შესაძლებლობას ეს ქვეყანა შეაბრუნოს რუსეთისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ახსნით დღეს, რატომ არის ეს კანონი რუსული და ეს ხელისუფლება რუსული მმართველობის სტილის. დღეს სცენა დაეთმობათ ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც მოგვიყვებიან თავიანთი ემოციების, თავიანთი ცხოვრების შესახებ რუსული კანონის მმართველობის პირობებში. ეხლა წაგართმევთ რამოდენიმე წუთს და ვეცდები აგიხსნათ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის ეს კანონი რუსული. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფთაგან უმრავლესობამ ზუსტად იცით ის არგუმენტები, ის საკითხები, რაც არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით დავინახოთ კანონი, რომლითაც ჩვენ ვხედავთ და არა იმ კუთხით, რომლითაც გვანახებენ. თუმცა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს არგუმენტი
არგუმენტები ამ დიდი დეზინფორმაციის, ამ დიდი ბოლშევიკური პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ამ წუთებშიც გრძელდება ჩვენს ქვეყანაში. არგუმენტი პირველი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. არგუმენტი მეორე. ამ კანონში არ არის არც ერთი ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც არსებობს სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის კანონებთან მიმართებაში. ამ ქვეყნებში არსებობს ორი ტიპის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოებს, რომ ეს კანონი არ იყოს შემზღუდავი მედიის თუ სხვა ტიპის ჯგუფებთან მიმართებაში, არამედ ებრძოლოს უცხო მტრული სახელმწიფოების გავლენას. მექანიზმი პირველი ეხება შემდეგ საკითხს, მაგალითად, საფრანგეთში კონკრეტულად ჩამოთვლილია ის ქვეყნები, საიდანაც ელოდებიან დეზინფორმაციის და სხვა ტიპის პროპაგანდისტული ინფორმაციის ნიაღვარს. ესენია რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი. ბრიტანეთს აქვს დანართი, სადაც მითითებულია, რომელ ქვეყნებთან მიმართებაში მოქმედებს ეს კანონი და არის დათქმა საფრანგეთში, რომ ეს კანონი არ მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებზე. მეორე ჩამკეტი მექანიზმი ეხება იმას, რომ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ამ ქვეყნებში, მსგავს ქვეყნებში არ არის ჩამონათვალი იმ საქმიანობებისა, რომელსაც ზღუდავს აღნიშნული კანონი. ანუ, კანონი უნდა შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას და არავითარ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს და სხვა ტიპის ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. რაც შეეხება მესამე არგუმენტს, რომელსაც შინაარსობრივ მხარეში შევყავართ და ვეცდებით წაგიკითხოთ კონკრეტული ნაწილი ამ კანონპროექტიდან, რომ არ დარჩეს манипуляციის შესაძლებლობა. კანონის მერვე მუხლის თანახმად უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა, შესწავლა და შემდგომ მონიტორინგი. მონიტორინგის დაწყების საფუძვლებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი არიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციას. რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს კანონის მე-9 პუნქტის პირველი გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. კანონით აღნიშნული ჩანაწერი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. არ არსებობს სტატუსის მინიჭების გასაჩივრების მექანიზმი. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის შეფასებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ეხლა ვეცდები აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს. ჩვენ სკოლებში, უნივერსიტეტებში, კონსტიტუციაში, გვასწავლიდნენ სკოლებში, უნივერსიტეტებში, ჩაგვიწერეს კონსტიტუციაში, რომ ამ ქვეყანაში არსებობს 3 ტიპის ხელისუფლება: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. ამ კანონის მიხედვით სასამართლო ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია მისი ნებართვის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, იუსტიციის სამინისტროს. აქ უფლება შევიდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც თავს აარიდებს უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას და
გამოიღოს ყველანაირი ტიპის ინფორმაცია, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პირადი მიმოწერიდან დაწყებული ბენეფიციარების პირადი საქმეებით დამთავრებული. ეს ნიშნავს, რომ ეს არის საბოტაჟი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. იმიტომ რომ სასამართლო ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ ექნება ამ კანონის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აღარ ექნება საშუალება იმსჯელოს იმის შესახებ, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. არგუმენტი მეოთხე. ეს კიდევ უფრო მძიმე იქნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს სისტემისგან დაჩაგვრის, სხვადასხვა სამოქალაქო უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო ორგანიზაციებს. მას აღარ ექნება დაცულობის შეგრძნება. კანონი გამოიწვევს იმას, რომ მოხდება სტიგმატიზაცია და შეურაცხყოფელი ტერმინებით მიმართვა ყველგან ქუჩაში, უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის სახლში, საქართველოს პარლამენტში, სადაც კი მივართ და ვეცდებით დავიცვათ თითოეული მოქალაქის უფლება, რომელიც დაჩაგრა სისტემან, ჩვენ გვეტყვიან, რომ ვატარებთ უცხო ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად თავის მართლების რეჟიმში მოგვიწევს საუბარი ყოველდღიურ რეჟიმში ყველა იმ კანონდარღვევის შესახებ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თქვენც აწყდებით ყოველდღიურად. არგუმენტი მეხუთე. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. რეალურად ევროკავშირმა ჩვენზე უფრო მსუბუქი კანონი უნგრეთში უკვე გააუქმა. მან თქვა, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ეს ნიშნავს, რომ კანონი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი მიზანი და ოცნება გავწევრიანდეთ ევროკავშირში ვეღარ განხორციელდება. მეექვსე არგუმენტი. ევროპასთან დაშორების შემდეგ სავარაუდოდ მოვყვებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან დასანქცირებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავეთიშებით SWIFT, მსოფლიო ბანკთა შორის ფინანსურ ტელეკომუნიკაციების სისტემას. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში, რომელიც შემოდის, თითოეული ემიგრანტის, თითოეული მეზღვაურის ვერ იქნება შემოსული საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქნებით ამ ფინანსური ინსტიტუტის ნაწილი. და ბოლოს, თუ კიდევ გჭირდებათ არგუმენტი იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება არის, შემოგთავაზებთ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ რამოდენიმე დღის წინ გააკეთა. ამ მიმართვაში დეკლარირებულია, ვფიქრობ, ცხადლივ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება. გთხოვთ კიდევ ერთხელ მოусმინოთ და გაუზიაროთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ კანონი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის შესახებ არ ემსახურება გამჭვირვალობას, ის ემსახურება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად საქართველო და უკრაინა არ გააძლიერეს ნატოში და უღრუბირქაში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა.
საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ. მაინც რატომ იბრძვიან უცხეთიდან ასე გამალებით NGO-ების გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხებენ, თუმცა სრული სიმართლის თმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ NGO-ების გამჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია დანიშნო გარედან. მიზანია საქართველოს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული ღამურების, ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჯაჩილების ხელით იმართებოდეს. ამის არ დაშვება არის ჩვენი ვალე საქართველოს თავისუფლების იდეა შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე. NGO-ების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში ვითვლიან სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავით არის საერთო არ აქვს დახმარებასთან და პირიქით ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წარქმევას ისახავს. კარგად მახსოვს 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. რაც მოძრაობა ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველოს ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს მადეში გაარღვევდა. ყველა მიხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოეკომაგნენ. ამ შემთხვევაშიც გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა სრულად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარე. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა. ერთი მხრივ საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სადეს და მეორე მხრივ ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ ისე გამოიყენებენ. ამ სრულად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც ზოგადად მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს. არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოუტანოთ კაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი. რომელსაც ის 9 წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს. არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობამ კაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართულ სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ჩაიგდო. ხო, მესმის რომ ზოგიერთისთვის შეიძლება კიდევ ერთხელ მოусმინეთ ამ ამბავს, თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რომელიც რეალურად არის ჩვენი ქვეყნის არაფორმალური თუ ფორმალური მმართველი, რეალურად დაგვიანოსა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერებს უთხრა, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები და ელოდება არჩევნებს, რათა ისინი მოიშოროს თავიდან. იმედი მაქვს, რომ მას არ მივცემთ ამის საშუალებას. ეხლა ვეცდები წარგიდგინოთ ადამიანები, როგორც დაგპირდით ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობენ შეცვალონ ჩვენი საზოგადოების წევრების ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ. ისინი საკუთარი, ცხოვრებაში არსებული გამოწვევების და მიუხედავად ცდილობენ მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებათ მხარდაჭერა და ცხოვრობენ ევროპული ღირებულებებით და ცდილობენ ამ ქვეყნის ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას ამ ქვეყანაში. პირველი ჩვენი გამომსვლელი არის თათო მახარაძე,
აქტივისტი, გთხოვთ გავამხნევოთ, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობს. ვერაფერს ვიტყვი ახალს, მაშინ როდესაც ახალი არაფერი არ ხდება. და ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ერთი და იგივეა, აქციები, ძალადობის შორიდან თუ ახლო უყურება და პირველ რიგში მინდა ვთქვა და გამოვხატა ჩემი სოლიდარობა იმ დაზარალებული, დაშავებული ადამიანების მიმართ. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი თან აქედან და არა იქ ეპიცენტრში რომ ხარ ძალიან რთულია. თუმცა მე თუ რატო ვარ აქ კი ძალიან გამიჭირდა და ვნერვიულობ ამდენი ადამიანის წინაშე. რა უნდა ვთქვა ახალიან რით შეიძლება გაგაგზავნოთ ხო? ვერც ვერაფრით. თუმცა მინდა ჩემი პოზიცია ასე ღიად და მკაფიოდ დავაფიქსირო რომ მე არ ვაპირებ ჩემი ეტლით რუსეთში შეხვას და მე არ ვაპირებ ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო რომ ჩვენ ვიცხოვროთ თანასწორ თანაბარ გარემოში და ჩვენი ხელისუფლება როგორც ყოველთვის წლების განმავლობაში ეს საუკუნეებია მოყვება რომ თითქოს საზოგადოების ნაწილი არ ვართ და დღესაც ამ კანონთან დაკავშირებითაც ეცადა და გამოვკხო გვეუბნება რომ თქვენ არ გეხებათ და ვინ თქვა რომ არ გვეხებათ ან რატომ არ გვეხება არ ვართ საზოგადოების წევრი დიახაც ვარ იმ საზოგადოების წევრი, ვისაც უნდა ევროპაში, ვისაც უნდა ევროპული განათლება, ვისაც უნდა ევროპული ჯანდაცვა. და არ ვაპირებ, რომ ვიყო რუსეთის ნაწილი. იმ ქვეყნებს, რომლებზეც არის დამოკიდებული ჩვენი განათლება, თანასწორი, თანაბარი პირობები. ევროპული ხარისხის ჯანდაცვა. ამდენი შესაძლებლობა მოგვცა ხომ ევროპამ, ამერიკამ და საერთაშორისო შესაძლებლობები გვაძლევს იმას, რომ თუ ვინმე არ აკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, თუ ვინმე არ ცდილობს, რომ შექმნას ადაპტირებული თანაბარი გარემო, გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენ შევქმნათ ეს ყველაფერი. და მე ჩემ მეგობრებთან ერთად ახლაც მიმდინარე პროექტი მაქვს, რომლის ფარგლებში ვცდილობ, რომ სამოქალაქო მონიტორინგი განვახორციელოთ, თუ რამდენად არის ადაპტირებული გარემო. ვცდილობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს ჩვენთვის მისაწვდომი, რათა შევძლოთ მაქსიმალური აქტივობა და მეტი ჩართულობა, მეტ ხალხს მივაწოდოთ ჩვენი ხმა, მივაწვდენოთ ჩვენი ხმა და ამ დროს ეს კანონი გვეუბნება, რომ მე ჩემ მეგობრებთან ერთად და უამრავ ადამიანთან ერთად ჩვენ ვართ აგენტები და ქვეყნები, რომლებიც ამ შესაძლებლობას გვაძლევენ, არიან უცხო ძალა და ჩვენ მოვალეები. არანაირად ჩვენ არ ვართ და არა რუსულ კანონს, კი ევროპას, კი ევროპულ განათლებას, კი ევროპულ ჯანდაცვას და მესმის, რომ ძალიან რთული და საშიშია ახლა, განსაკუთრებით ახლა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახი, რომლებსაც ჩვენი ხმით ექმნება საფრთხე, დისკომფორტი, მაგრამ არა მეგობრებო, ამის ფუფუნება უბრალოდ არ გვაქვს და ამიტომ ვაძლევ თავს საშუალებას და უფლებას, რომ მოგიწოდოთ, ძალიან გთხოვთ, ასეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდში იყოთ ჩვენ გვერდით და ფიქსიროთ თქვენი პოზიცია და მინიმუმ უარყოთ და დაგმოთ ძალადობა. რადგან ეს კანონი მოსპობს ყველანაირ პროგრესს და დაასრულებს ახალგაზრდების ხმას და დაასრულებს თანაბარ ადაპტირებულ და მისაწვდომ გარემოში ცხოვრების უფლებას და საშუალებას. არა რუსულ კანონს და კი ევროპას, კი ევროპულ განათლებას და ჯანდაცვას. მადლობა. ალბათ საღამოობით სახლში
ტელევიზორთან მსხვერპლები უყურებთ რა ხდება თბილისში. როგორ იბრძვიან ახალგაზრდები, როგორ ცდილობენ ხელისუფლებას არ მისცენ შესაძლებლობა დაგვაბრუნონ წარსულში. ჩვენი შემდეგი გამომსვლელი იბრძვის წინა ხაზზე. პარლამენტის სასახლის წინ გიორგი დუმბაძე. ახალგაზრდა განარჩენს თვითონ გეტყვით. ერთი მოგესალმებით და მოგესალმებით ყველაზე მაგარო ევროპელებო. არავის და არასდროს შეეძლო ქართველი ერის ნების წინააღმდეგ წასვლა და ეს ვითომ ქართული და სინამდვილეში პრორუსული ხელისუფლება არ და ვერ იქნება გამონაკლისი. თქვენ ხართ საქართველო, თქვენ ხართ ამ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რომლისთვისაც სისხლი დაიღვარა, რომლისთვისაც ათასობით ადამიანის მსხვერპლის გაწევა მოგვიწია ჩვენ ყველა ამას ერთად შევძლებთ და სინამდვილეში ვის წინააღმდეგ ვიბრძვით ჩვენ, ვითომ ქრისტიანული და ფსევდო რელიგიური სახელმწიფო და მათი პროპაგანდა მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ. როცა მხოლოდ 14% დადის რელიგიაში, ეკლესიაში, როცა ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს განქორწინების და ეს ქვეყანა ჩვენ მართლაც რომ ამ რელიგიის კერას ჩვენ გვებრძვიან, ხო და ეს არ გაუვათ, არც ერთი პროპაგანდა არ იმუშავებს ჩვენ წინააღმდეგ. თქვენ ალბათ აკვირდებოდით მოვლენებს, აკვირდებოდით ჩვენს ფიცის დადებას, აკვირდებოდით თუ როგორ გვაკავებდნენ, როგორ გვცემდნენ, როგორ გვირეკავდნენ, როგორ გვემუქნებოდნენ. ნახავდით ბოლო 48 საათის განმავლობაში თუ როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს თანამებრძოლებს, თუმცა ყველას პასუხი არის ერთი. ვერასდროს და ვერაფრით ვერ შეგვაშინებენ. ჩვენს აუცილებლად გავიტანთ და ერთხელ და სამუდამოდ ვიცხოვრებთ ნამდვილ დამოუკიდებელ თავისუფალ და რაც მთავარია ევროპულ საქართველოში. ყველამ ერთად ჩვენს მომავალს, ჩვენს საქართველოს გაუმარ! ყველას ერთად მოგიწოდებთ და მადლობას გიხდით. თქვენი აქ დგომა, ჩვენი ყველასი ერთად დგომა თბილისში არის უმნიშვნელოვანესი. ვინ თუ არა ჩვენ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ხო და პირველ რიგში დაუკარით ტაში ერთმანეთს და მადლობა გადაუხადოთ. ეს ქვეყანა არის ჩვენი და იქნება ჩვენი, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება ეს ბრძოლა. ალბათ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ ყველამ შეხვედრა პარლამენტის წინ, რომ ვიდეო საიდანაც იყო იმ შეხვედრას გულისხმობ. ვნახეთ ჩვენი თანამოქალაქეები, ალბათ ნაწილი ჩვენი ოჯახის წევრები, მეზობლები, მეგობრები, თავჩაქინდრულნი, დგარნი იმ ადგილას, სადაც უანოსებდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ტრებად გვიცხადებდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას და პარტნიორ ქვეყნებს. ნახეთ საჯარო მოხელეები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების ღიად დაფიქსირებას, იმიტომ რომ ისინი უყურებენ იმ ტერორს, იმ ბოლშევიკურ ტერორს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენი შემდგომი გამომსვლელი გაამხნევებს მათ და მისცემს შესაძლებლობას დააფიქსირონ საკუთარი აზრი და საკუთარი შვილების, საკუთარი მშობლების მომავალი ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუგდონ ხელში. ირმა ხუნდაძე, საჯარო მოხელე. მოგესალმებით, მეგობრებო.
მე ირმა ხუნდაძე, დასაქმებული ვარ მუნიციპალურ სამსახურში და რაც არ მიშლის ხელს ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა არის ვიდგე სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. როგორც ერთ-ერთი მთავარი ქართველი ვაჟა-ფშაველა იყო და არ დაიკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა. ფიქრობ, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ ღიად უნდა დააფიქსირო თავიანთი პოზიცია, იდგნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. ასევე მინდა გითხრათ ჩემი ევროპული გამოცდილების შესახებ. ევროკავშირის დაფინანსებით სწავლობდი ვარშავაში და ზუსტად ვიცი ევროპეიზაციის სიკეთეები, როგორიცაა თანასწორობა, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, უმაღლესი ხარისხის განათლება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ზოგადად საყოველთაო კეთილდღეობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებში ცხოვრების ისეთი წესები და პირობებია, როგორიც გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს. ბოლოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად 86% ირჩევს ევროპას და ჩვენი ქვეყნის განვითარების ევროპული მოდელი ჩვენთვის უალტერნატივო არჩევანია. ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირიც, ნატოც მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ეს კანონი, ვინაიდან ის ხელს გვიშლის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. რუსეთი, რომელმაც ეს კანონი 2012 წელს მიიღო, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით დაიწყო და შემდეგ თითოეულ მოქალაქეს შეეხო, გვიწონებს ამ კანონს. ამაზე მეტი არგუმენტი არ არის საჭირო. კი ევროპას, არა რუსულ კანონს, ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია. მადლობა. მადლობა ირმა, ძალიან დიდი. ალბათ ბოლო დღეები ქუჩებში ხედავთ, ბათუმის ქუჩებში ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ თანატოლებს, თავიანთ ბებიებს, ბაბუებს, მშობლებს მოუწოდებენ დაიცვან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და უთხრან არა რუსულ კანონს, უთხრან არა რუსულ ხელისუფლებას და უთხრან არა ყველაფერს რუსულს. ჩვენი შემდეგი გამოსვლელი არის ახალგაზრდა, რომელიც დგას, ერთ-ერთია, ვინც დგას ამ სტუდენტური მოძრაობის სათავეებთან. თემო ტარიელაძე. გამარჯვებით, ჩემო ბათუმელებო, ჩემო ქართველებო! ჩვენ დღეს ვამბობთ ძალიან ღირსეულ სიტყვას. არა რუსულ კანონს! დიახ, გუშინ ხუთის ნახევარზე მე დამირეკეს და ქრისტე აღსდგაზე მომიგეს გინება ისმის კითხვა, ვისთან არის ღმერთი, თუ არა ჩვენთან, გულწრფელ თაობასთან. საქართველოს ისტორიას ახსოვს შეფიცულთა რაზმები, მაგრამ ჩვენ ვართ შეფიცულთა თაობა. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთმანეთის მხარში, ვუდგავართ ერთმანეთს მხარ და მხარ და ვიცავთ იმ სიტყვას, რა სიტყვაც თქვა 35 წლის წინ ეროვნულმა მოძრაობამ. დიახ, ჩვენთან თითოეულ ჩვენგანთან რეკავენ ანონიმური ნომრებით, უცხოური ნომრებით, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით, იმიტომ რომ ჩვენსკენ არის სიმართლე საქართველოს და ჩვენ სიმართლეს გაუმართ. არ შეიძლება ღირსებაზე გველაპარაკებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ახალ თაობას ბერბიჭაშვილებს ადარებენ. ბერბიჭაშვილი, ის ვინც ილიას პრინციპებს, ჩვენს ნამდვილ ღირებულებებს კლავს, არის ადამიანი, ვინც 26 მაისს სამხედრო აღლუმის ნაცვლად შეძლო ოქსია წამოყოტრიალებული და ირუჯება. ირაკლი ყობახიძეს არ აქვს არც მორალური და არც სხვაგვარი უფლება საქართველოს ახალგაზრდობას ბერბიჭაშვილებს უწოდებდეს. ჩვენ შეიძლება გვცემონ, შეიძლება დაგვემუქრონ,
შეიძლება დაგვიჭირონ, მაგრამ ამით ვინ მოიგებს ხალხო თუ არა ჩვენ? მე მინდა კითხვა დაუსვა იმ ადამიანს, ვინც ამ დილით გამთენიოს, იჯდა ტელეფონთან და მირეკავდა მე და ჩემთან ერთად სხვებს და მისი ჭკუით გვემუქრებოდა, რომ თუ ჩვენ დედაქალაქში ჩავალთ, ისინი ძვლებს დაგვიმსხვრევენ. ვისია თბილისი მეგობრებო, თუ არა ჩვენი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის ჩვენი და ვერავინ დედამიწის ზურგზე ჩვენ ვერაფრით ვერ დაგვემუქრება. რუსთაველის პროსპექტზე 35 წლის წინ იდგა რუსი ჯარი, რუსეთის ტანკები, მაგრამ ქართველები, ჩვენი წინაპრები გავიდნენ იქ და შიშველი ხელებით, ჩოხებით დაუპირისპირდნენ ტანკებს. ჩვენ ვისი უნდა გვეშინოდეს მაშინ? მით უმეტეს რომ სიმართლე ჩვენსკენაა. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, გავაგონოთ ამ ტიტუშკებს, არა რუსულ კანონს. სად მივდივართ? გეშინიათ? დაიხლები? დანებდები? ვისია ეს ქვეყანა? საქართველო! საქართველო! მეგობრებო, გავაგონოთ ჩვენს ძმებს და დებს თბილისში, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენი ხმა არ დანებდე! არ დანებდე! არ დანებდე! მადლობა. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, სადაც ასახული კადრები ვფიქრობ შეაძღუნებს ყველას. ალბათ უკვე ნახეთ, თუმცა ბოდიშს ვიხდი ამ კადრების დიდ ეკრანზე გამოყენებისთვის. ისინი ცდილობენ დაგვაშინონ, ისინი ცდილობენ შეგვაშინონ, არ მოგცეს ჩვენი ოჯახის წევრებმა, ჩვენმა მეგობრებმა იმის საშუალება, რომ ვიდგეთ აქ, ვიდგეთ რუსთაველზე, ვიდგეთ ქუთაისში, სამეგრელოში, ბათუმში. თუმცა ალბათ ძალიან მალე უფრო მეტნი ვიქნებით და უფრო ხმამაღლა ვეტყვით ბიძინა ივანიშვილს რუსულ ოცნებას, რომ არა, ეს კანონი არის რუსული და არ დაგნებდებით. გთხოვთ ვიდეო. სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მართლ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები. ამ მიზნით ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწოდებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე. დასასრულს აღნიშნავთ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად ეგრეთ წოდებულ დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. არის გადიშვიდა ზუსტად წუთში იმ ადგილას, სადაც ვიდექით გამოჩდნენ, უცებ მოგვიარეს და გამარჯობაო და სხვა მეტი არც გინება, არაფერი ხმა არ მოუღია, უბრალოდ შევძგნენ კაი გემრიელა. ვერ შეგვაშინებენ
რუსულ კანონსაც გავიტანთ და ეს რეჟიმის დასრულდება. თუ ჩვენ შევშინდით და ჩვენი ბრძოლა ბოლომდე არ მივიყვანეთ, მაშინ უკვე დამიჯერეთ ხვალზე გრიგით ადამიანებსაც მიადგებიან, თუ არ გვინდა რომ ხვალ გავიღვიძოთ ბელორუსში, ეს ამბავი არის ბოლომდე მისაყვანი. მეგობრებო, თქვენ ახლა ხედავთ აჭარაში ქართული ოცნების წარმომადგენელთა პოსტების სკრინებს. ეს ადამიანები მხარს უჭერენ აი ამ ძალადობას და დაანონსებულ ძალადობასაც. მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს წარმოადგენს ქართულ ოცნებას და აჭარაში იკავებენ მაღალი თანამდებობის პირებს. მეგობრებო, თქვენ ხართ პასუხისმგებელი თითოეული ამ კადრის, თითოეული ამ ადამიანის წინაშე. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ სცენაზე გამომსვლელი თითოეული ადამიანის, ამ მოედანზე მყოფი თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე. ბატონო თორნიკე რიჟვაძე, თქვენ ხართ ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს წევრი. ბატონო დავით გაბაიძე, თქვენ ხართ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თქვენი მრჩეველი ასლან ლორთქიფანიძე დადის Facebook-ზე გვერდიდან გვერდზე და ის ცდილობს დაამციროს ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს რუსული კანონის წინააღმდეგ გამოიღოს ხმა. ის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს უწერს, რომ ისინი არიან მოღალატეები, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის წევრები არიან. ბატონებო, დიახ, ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას. გამჭვირვალობას საქართველოს ბიუჯეტის. რაში იღებს ასლან ლორთქიფანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი ფულს? რაში იღებს ის ფულს? იღებს ტერორში, ბოლშევიზმის დამკვიდრებაში ამ ქვეყანაში ფულს. გავაგრძელებ ჩამოთვლას, ვინც არიან პასუხისმგებელი თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე. ტიტე აროშიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ცოტნე ანანიძე, დავით ბაციკაძე, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ლაშა სირაბიძე და ბოლოს მნიშვნელოვანი სამეული, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, ზაალ მიქელაძე. მეგობრებო, ეს ადამიანები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრონ ტერორი, ბოლშევიზმი და ისინი ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრებიან. თქვენ ნახეთ და ალბათ კიდევ ნახავთ, დღეს ვერ მოვასწარი კადრების დამატება. კიდევ გაგრძელდა ტერორი ამ ქვეყანაში. მეგობრებო, ჩვენ არ დავნებდებით, არ დავიმალებით. ქალაქში ვივლით, შეგხვდებით ერთი თვის, ორი თვის. შემდეგ ოქტომბერში შევხვდებით. და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში თქვენ დაიმალებით, იმიტომ რომ ქართველი ხალხი თქვენს ტერორს ეტყვის არას, თქვენს დაშინებას ეტყვის არას, იმიტომ რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა იმ ქმედებაზე, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხდება და რაც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება, იმიტომ რომ როგორც თქვენ ამბობთ, როგორც თქვენი ლიდერები ამბობენ, თქვენ არ გაჩერდებით. არ ჩვენ გავჩერდებით, მეგობრებო, აუცილებლად შევხვდებით ოქტომბერში. ოქტომბრამდე ქუჩებში, სახლებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის მერე ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში არ დაგედგომებათ, იმიტომ რომ თქვენი ლიდერები ანონსებენ საშინელ ამბებს. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თითოეულ ამ ქმედებაზე. თუ არ იღებთ პასუხისმგებლობას, მაშინ თქვით ამის შესახებ.
არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას, არა შავ ფულს, არა ტერორს, კი ევროპას და კი გამჭვირვალობას, იმიტომ რომ თქვენი გამჭვირვალობის, დაანონსებული გამჭვირვალობის არავის არ ეშინია. თქვენ გეშინიათ გამჭვირვალობის, თქვენ გეშინიათ მონიტორინგის, თქვენ გეშინიათ ყველა იმ ადამიანის, ვინც ცდილობს თქვენს უსამართლობაზე საუბარს.